მე არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ერთ ძალიან საინტერესო საკითხი რომელიც ახლა თითქოს აქტუალური არ არის მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ჩვენ ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე სამომავლო რა პრობლემებიც შეიქმნება იმ პრობლემების მოგვარებაზე უკვე ამთავითვე ჩვენ ამაზეც ამ საკითხზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკვე ამთავითვე ხაზგასმით ვამბობ გიფიქრიათ თუ არა რომ რუსეთის ის მოქალაქეები რომლებიც ჩაცხოვრდნენ დაცხოვრდნენ აქ სულაც არ არიან ერთის მხრივ სულაც არ არიან FSB-ს კრემლის მოსკოვის პუტინის გრუს და სხვა სპეცსამსახურების შემოგზავნილები რასაკვირველი არ არიან რა თქმა უნდა არ არიან ბევრი მათგანი და დაახლოებით 70-80,000 მოქალაქეა რუსეთისა დაცხოვრებული საქართველოში შემოცხოვრებული საქართველოში ისინი გამოექცნენ ჯოჯოხეთურ რეჟიმს არსებულს რუსეთში პუტინს გამოექცნენ განსაკუთრებით ჯოჯოხეთური ეს რეჟიმი ეს ხელისუფლება გახდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ როდესაც პუტინმა მოუჭირა მარწუხებს და დაავალდებულა ბევრი რომ წასულიყვნენ ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში მიმდინარე SVO-ში თუ SVO-ზე ანუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და ბევრმა იგრძნო საფრთხე და გამოექცა და ვინ სად იპოვა თავშესაფარი ზოგმა ყაზახეთში ზოგმა ევროპაში ზოგმა ასე მაგალითად ცოტამ რამდენადაც მე ვიცი სომხეთში და ასე შემდეგ და 70-80 მანამდე 100 იყო რამდენადაც მახსოვს და რამდენადაც ვიცი 100-110,000 მოქალაქე იყო შემოსული რუსეთიდან იპოვეს დაცხოვრდნენ ისინი იპოვეს თავშესაფარი საქართველოში და ბევრმა მათგანმა იყიდა ბინები, სახლები, აგარაკები, გამართა წვრილი თუ მსხვილი ბიზნესი და დღეს მაგალითად ტურისტულ ბიზნესში არიან უმრავლეს შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ სწორედაც რომ რუსებს. ასევე აი გიდი ხო თითქოს მეორე ხარისხოვანიაო ვინმე იტყვის ჯერ ჩვენი გიდების ცოდნის ხარისხი შესამოწმებელია სწორი სიტყვა ალბათ ხო რამდენად დაბალია მაგრამ აი ამ სფეროშიც კი ისინი შემოვიდნენ და ასწავლიან თუ სხვა ტურისტებს იმავ რუსეთიდან უყვებიან ისტორიას ჩვენი ქვეყნისა ან რომელიმე ღირსშესანიშნავი კულტურული ძეგლისა ისე როგორც მათ იციან ან მათ აწყობთ თუ გნებავთ ასე ვიტყვის მომსახურების სფეროში შემოვიდნენ გადაჭედილიაო ამბობენ და ესეც არის აჭარა მთლიანად გადავსებულია კონკრეტულად ბათუმი და ზოგადად აჭარა რუსული რესტორნებ კაფეებ და ასე შემდეგ და იქ ისმის ეს რუსული პაპსა მუსიკა არ არის ან აღარ არის ან ნაკლებად არის ახლა მთლიანად აჭარა ქართული კულტურულად ქართული კულტუროლოგიურად ქართული და ბათუმი აღარ არის ქართული ის უფრო რუსულ ყაიდაზე მოწყობილ ლინგვისტურად რუსული ქალაქი თუ რეგიონი ხდება ამავდროულად ესე კონკრეტულად აი პიროვნებების რომლებიც შემოგხვდებიან ხოლმე ქუჩაში და ბევრი არიან ძალიან გაცილებით მეტნი არიან და გაცილებით მეტად ისმის რუსულად საუბარი ახლა ვიდრე ისმოდა კომუნისტების დროს 90-იანი წლების დასაწყისამდე ჩვენს ქალაქში აქ შემოგხვდებიან ხოლმე ესე რუსები ამა თუ იმ კაფე ბარში რესტორანში დედაქალაქში წაღებული აქვთ მერქი ასე ვიტყვი სივრცეები წაღებული აქვთ და ესე ვერ დაადანაშაულებ რომელიმე წყვილს, რომელიმე ოჯახს, რომელიმე ჯგუფს, რომ ისინი მაინც და მაინც აგენტები არიან, არც არიან, გულახდილად გეტყვით. ისინი თავს არც აღიქვამენ აგენტებად, ისინი აქ იგითხარით, რომ გამოექცნენ პუტინის რეჟიმს. ასეა, არ უარყოფ, არ ვკამათობ. რასაკვირველი აქვე სახსენებელია ესეთი აი 1-2 წინადადება სათქმელია სხვა რაკურსითაც. უკლებლივ ყველა ვინც შემოვიდა ბევრი მათგანი გულწრფელად, რასაკვირველია გამოექცა რა, მაგრამ ზოგი მათგანი კი შემოიპარა, ასე ვიტყვი და ისინი არიან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ალიევმა რამდენიმე ხნის წინ 10 დღე არ იქნება გასული, დაიწყო ამ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე ნადირობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მნიშვნელობით და აღმოაჩინა რომ სპუტნიკში 2 აგენტია, იქ კიდე რაღაც 17 აგენტია და ასე შემდეგ თუ აზერბაიჯანში იყვნენ შესულები რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, აგენტები საქართველოში როგორ არ იქნებიან, მაგრამ არც ლილუაშვილის დროინდელ სუს
და არც ოხანაშვილის დროინდელ სუს აზრადაც არ მოსვლია მათი გამოვლენა, მათი დეპორტი ან შესაბამისად მათთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება, თუნდაც დაპატიმრება, ან თუნდაც ფარულად ესე რომ არ გახმაურებულიყო, ისე გაგდება ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი სივრციდან. მოკლედ, რუსული სპეცსამსახურებისთვის ეს კარგი ადგილია, კარგი სივრცეა სამუშაოდ, ბარემ ვიტყვი, ხო? ზოგი მათგანი, ან უმრავლესობა მათგანი ასაკურველია ფუთავს საკუთარ თავს და ამბობს, რომ აი ტურისტული ბიზნესით ან IT ბიზნესით ვარ დაკავებული, თუმცა რეალური მათი საქმიანობა რეალური და ნამდვილი და ძირეული მათი საქმიანობა ასაკურველი არის ინფორმაციების მოძიება და გარკვეული არეულობების მოწყობის მცდელობაც კი საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ერთია როგორ აღიქვამს 98% და ისინი არ აღიქვამენ საქართველოს მტრებად საკუთარ თავს, თუმცა რუსული კულტურა კი შემოვაქვთ და ამკვიდრებენ და ნერგავენ და რუსულად აქცევენ თუ ბათუმს, თუ თბილისს, თუ სხვა სივრცეებს, სხვა ქალაქებს. და ცენტრებს, რაიონულ ცენტრებს, რაღაც კულტურულ სივრცეებს, ხო? და მეორეა თავად რუსეთის ფედერალური ხელისუფლება, შლეგი, პრეზიდენტი, პუტინის და FSB-ს და GRU-ს და სხვა სპეცსამსახურების სახით მათ როგორ აღიქვამს თითქოს იმპირებს, რომლებიც თითქოს მათ კენ არ არიან, მათი მომხრეები არ არიან, მათი მოწინააღმდეგეები არიან, გაექცნენ რა, გამოექცნენ რა პუტინის რეჟიმს. პუტინს თავის დროზე ნათქვამი აქვს შემდეგი რამ, რომ სადაც რუსი земля русская, ანუ რუსული სივრცე, რუსული მიწა არის იქ, სადაც რუსი დაცხოვრდებაო. დღეს ეს თითქოს პრობლემა უკვე არის, მაგრამ ისეთი მძაფრი პრობლემა არ არის მაშინ, როდესაც რუსული ხელისუფლება ყავს შენ და ის ლოიალურად, ლიბერალურ ლოიალურად უყურებს ამ ქალაქებს, მაგრამ ხვალზე, როდესაც ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება ნაციონალისტური ხელისუფლებით, ნაციონალისტური და იმავდროულად ლიბერალური ხელისუფლებით, დემოკრატიული, ლიბერალური და ნაციონალისტური ხელისუფლებით, რომელსაც სახელმწიფო ინტერესები, რომლისთვისაც სახელმწიფო ინტერესები იქნება უპირველესი და არ იქნება მომავალი ხელისუფლება მსახური რომელიმე სხვა ქვეყნისა და განსაკუთრებით რასაკვირველია რუსეთისა, ეს საკითხი თავს აუცილებლად იჩენს ეს პრობლემა თავს აუცილებლად წამოხობს, ოღონდ ხომ ვერ გააგდებ ადამიანებს, რომლებმაც აქ უძრავი ქონება შეიძინეს. რამდენი ბინაა იცით გაყიდული ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 30-35,000 ბინაა გაყიდული, სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეებზე ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ აქვთ დროებითი ცხოვრების უფლების საბუთი აღებული, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ პირობითად 10 წელიწადში სათანადო პროცედურების და პროცედურები იცით თქვენ რომ მარტივდება, რატომაც არა, გამარჯობა გაგიმარჯოს დონეზე ესოდინებათ ქართული 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დაამარცხა სელჩუკები დიდგორის ბრძოლაშიო იტყვიან და ამის შემდეგ მიართმევს რომელიმე არსებული ან რომელიმე მომავალი წულუკიანი, ხო ანავის მინისტრი რაგვარიც არის ახლა, არც ვიცი, ხო მიართმევს საქართველოს, ჩაახუტებს საქართველოს მოქალაქეობას და ეს კვლავ მეორე პრობლემა იქნება მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებლად იმისა პუტინი ცოცხალი იქნება თუ არა, პუტინი ხელისუფლებაში იქნება თუ არა, ნებისმიერი მომავალი ხელისუფალი რუსეთისა ისეთივე იქნება, როგორიც არის პუტინი, ისეთივე ძერჟავისტი, ისეთივე იმპერიალისტი და სხევების დაპყრობაზე ორიენტირებული, ხო და მათ დამფუძნებელ, აი მომავალი ლიდერების დამფუძნებელ მამას Путинс ნათქვამი აქვს, რომ земля русская, это та земля, ანუ რუსული მიწა არის ის მიწა, სადაც რუსები დაცხოვრდნენო. დიახ, რუსეთი ვერ მოგვედავება ჩვენ, რომ ჩვენ ვართ სლავური სახელმწიფო და ერთიერი ვართ და ორი სახელმწიფო, აი უკრაინელებს ედავებოდა და ედავება და ამიტომაც უნდა უკრაინის სახელმწიფოს მთლიანად მიუქმება. საქართველოსთან იმართებაში ამას ვერ იტყვის, მაგრამ თუ მომავალი ხელისუფლება ჩვენში იქნება დემოკრატიული, ლიბერალური და ამავდროულად სახელმწიფოზე ორიენტირებული და ჯანსაღი კონოტაციით ნაციონალისტური, ანუ ეროვნული თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ეროვნულ დემოკრატიული თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაინც და მაინც პარტიისკენ არ წაგივიდეთ, ფიქრი და ფიქრუკები ამ შემთხვევაში გაატარებს ნაციონალურ პოლიტიკას, ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა. კი, მაგრამ რა იურიდიული საფუძვლით ავიწროებთ მოქალაქეებს, რომლებმაც 7-10 წლის წინ იყიდეს თქვენთან ბინები და ლამისაა და მიიღებენ
მოქალაქეობას გვეტყვიან მოსკოვიდან და ბჭყალებში დასაკვირველია მართალები ბჭყალებში ხაზგასმით ვამბობ იქნებიან არა მართლები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან იმიტომ რომ ნაციონალური ინტერესი საქართველოსი გულისხმობს იმას რომ საქართველოში არ იყოს ამდენი შესაძლო არა მაინც და მაინც აგენტურა პირდაპირ მნიშვნელობით არამედ ჯგუფები რომლებსაც გამოიყენებს ან რომლებსაც დაეყრდნობა და გამოიყენებს რუსეთის ფედერაცია ჩვენი მარადიული ტერი ამას დასაკვირველია ვერ გრძნობს არათუ რიგითი პირი რომელიც ცხოვრობს ახლა აჭარაში ნებისმიერი გვარსახელისა რომელსაც დღევანდელი ქათა მიურჩევნია ხვალინდელ კვერცხს და ხვალინდელი კვერცხიც ესეთი არარეალისტური მოსჩანს ხო მას ურჩევნიაო დღეს გაყიდოს ორი ხაჭაპური დღეს გააკირაოს ერთი ოთახი დღეს მიხიდოს ბინა დღეს ისარგებლოს რუსების შემოსვლით და სულაც არ ფიქრობს არათუ გძელ არამედ საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაზეც კი გაისადრა იქნება ეს არ აინტერესებს თავარია დღეს დარჩეს პირობითად რაღაც $2700 მეტი რომ გადაარჩინოს აი ამ საშინელ ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობაში საკუთარი ოჯახი $2700 თუ დარჩება პირობითად ლაპარაკობ რაღაც 3 4 5 6 თვე გაძლებს როცა სეზონი არ არის ასე მაგალითად ბათუმში ბევრს ურჩევნია რომ გაყიდოს ღვინოს სწორედაც რომ რუსეთში მიუხედავად იმისა რომ ღვინის გაყიდვა ევროპაში გაცილებით ძვირად იყიდება მაგრამ რუსეთში ხომ ბევრი იყიდება და რუსეთში საქართველოს ღვინის ექსპორტს ქართული ღვინის ექსპორტს უჭირავს 60-65% გაყიდულა $3 პირობითად ლაპარაკობ რაღაც 100,000 ბოთლი პირობითად აბსოლუტურად რიცხვებს რა 100,000 გაცილებით მეტი იყიდება ვიდრე $7 თუ $10 გაყიდულა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში მაგალითად გერმანიაში ოღონდ დიდი ხნის განმავლობაში და 10,000 ბოთლი და არა 100,000 ბოთლი ასე ფიქრობს არა მხოლოდ წვრილი მეღვინე კახეთის რეგიონში არამედ მსხვილი მეღვინეც ასე მაგალითად KTV რომელიც არსებითად რუსული ბიზნესია რასაკვირველია და ხელისუფლების ხელისუფლებას დამონებული და ამ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ბიზნესია იგივე ეს KTV ან სხვა რომელიმე მსხვილი კომპანია ღვინის მწარმოებლები მაგრამ მათზე არ ვლაპარაკობ ამას ესენი კი ესენი ხო ფიქრობენ და ამათ რა უნდა მოსთხოვოთ თუნდაც მსხვილ ბიზნესმენებს და მით უფრო წვრილ მეწარმეებს როცა ხელისუფლება წოდებული ბანდაც ასე ფიქრობს დღეს იყოს შემოსავალი ოღონდაც და ჯანდაბამდე გზა ჰქონია ეხლა ჩვენ 100,000 ტურისტი შემოგვივა რუსეთიდან და ამ 100,000-დან 65,000 დარჩება თუ არა და 65,000-დან 47,000 იყიდის თუ არა ბინას რაც პრობლემა იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. Что такое Россия для Путина? Ესეთი რამ დავსერჩე პუტინიზმი დავგუგლე და რაღაც რამდენიმე გვერდის მათ შორის ვიკიპედიას გვერდის გარდა ასევე რაღაც союз десантников России, что сделал Путин для России am сатаурит статьის гарда, амомигдо Википедия статья, зачем нам такой мир, если там нет будет России? Рад гвинда ჩვენ ისეთი სამყარო, სადაც არ არის რუსეთიო, ამას ეხება, თუ ამის თაობაზე არის ვიკიპედიას ეს გვერდი და აქ გახსენებულია პუტინის ერთი ცნობილი გამოთქმა იმის თაობაზე, რომ ტლად ქცეულა მთელი სამყარო, დანგრეულა და გადანგრეულა და აღარ არსებულა მთელი სამყარო, თუ რუსეთი არ იქნება ოღონდ რუსეთი მისეული გაგებით არა მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით, ხო, არსებული რუსეთია, რუსულენოვანი სივრცე, ასე მაგალითად უკრაინა, რომელსაც ედავებიან და ეუბნებიან, რომ შენ პრინციპში რუსეთის ნაწილი იყავი და რაღაც ისტორიულ ბჭყალებში წყაროებს ეყრდობიან და ამით ადასტურებენ, ამტკიცებენ ბჭყალებში, ასაკვირველია, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილი იყო, არამედ რუსეთის სივრცედ მიაჩნიათ უკლებლივ ყველა ის ქვეყანა თუ საზოგადოება თუ ქვეყანა, რომელშიც რუსეთი როგორც კულტურული ექსპანსიოლოგი არის შესული წლების ან ათწლეულების ან საუკუნეების განმავლობაში. და აქ ამ შემთხვევაში რუსეთი ნაკლებად გამოიყენებს, მაგრამ ნაკლებად გამოიყენებს იმას, რომ გრიბოედოვი დასვენებული არის წმინდაზე. გრიბოედოვი ბოდიშს ვიხდი რასაკვირველია, მაგრამ გრიბოედოვი
თაწმინდაზე არის დასვენებული გრიდობედოვი პედოფილი მეთქი ასე ვიტყვი. ნაკლებად გამოიყენებს იმას, რომ ლერმონტოვის ძეგლი დგას ჯვართან, რატო დგას ეგრა მაგის პასუხია, აი გზაზე რომ მიდიხარ ლერმონტოვის ძეგლი, რატო დგას საერთოდ და მით უმეტეს ჯვრის მონასტრის ქვემოთ. ნაკლებად გამოიყენებს, რომ პუშკინს ჭყალებში უყვარდა, ან ესენინი ლოთობდა ცისფერყანწელებთან ერთად გასულ საუკუნეში. ამას ნაკლებად დაეყრდნობა სწორედაც რომ იმას, რომ დღეს ესენინის არა, ესენის შთამომავლები სულაც არ არიან, მაგრამ დღევანდელი ამგვარის ან სხვა გვარის უფრო წარმომადგენლები არიან ჩაცხოვრებულნი საქართველოში. ეს უკანასკნელი დასაკვირველია, თავად არ გრძნობენ რუსეთის იარაღად საკუთარ თავს, პუტინის ან პუტინის მემკვიდრის იარაღად საკუთარ თავს და სულაც არ მიაჩნიათ, რომ რომელიღაც ეტაპზე მათ არსებობას ხას უსვავ გამოიყენებს რუსეთი. ოდესმე რუსეთის მომავალი ხელისუფალი, მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, ესენი რას გრძნობენ თავს, ესენი როგორ გრძნობენ და რას გრძნობენ, როგორ გრძნობენ საკუთარ თავს, რუსეთი აუცილებლად იტყვის, რომ ani და 100,000 კაცი, 100,000, 200,000 კაცი მოხვება და 100,000, 200,000 კაცად იქცევა გამრავლების გათვალისწინებით გარკვეული პერიოდის შემდეგ, უხეშად 15 წელიწადში. ეს ხო რუსული სივრცეც არის, იმიტომ რომ აგე ყველა რესტორანი რუსულია, ყველა ქუჩა რუსებს აქვთ აღებული, მათ ფული აქვთ ქართველთან შედარებით. აგე ყველა მომსახურება არ ვიცი, ბევრ სამომხმო მომსახურების სფეროში ისინი არიან შესული. აგე ღვინოს ისინი აწარმოებენ, ქართულგვარიანი რუსები არ გვაკლთ, ახლა პირდაპირ მნიშვნელობით რუსები აწარმოებენ ქართულ ღვინოს, ივანოვები მეთქი ასე ვიტყვი. და ასე შემდეგ და ისინი მომძლავრდებიან და მომავალი პუტინი იტყვის, რომ კი, მაგრამ ვის ჩაგრავთ რა? უფლებით ჩაგრავთ. ეს საქართველო უკვე არა მხოლოდ ქართულენოვანი, არამედ რუსულენოვანიც არის. ისინი მოითხოვენ დამატებით თეატრებს, კინოთეატრებს, რა ვიცი, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კომპაქტურად დასახლებულნი არიან და ისეთი ძლიერი სახელმწიფო ებიც კი, ან სახელმწიფო თუ მივოთ ასე ვიტყვი, ხოლობიჩი შეერთებული შტატების კი ხშირად აი ამ და არა მხოლოდ რუსეთთან იმართებაში, არამედ სხვა ქვეყნებთან იმართებაში, ჩინეთთან იმართებაში, მათ შორის აი ამ კომპაქტურ დასახლებულობას, ხო თუ სწორი ტერმინია და არ არის სწორი ტერმინი მესმის, მაგრამ მაინც ვერ უძლებს, იმიტომ რომ ეს ჰიბრიდული იარაღია ძლიერი და უმძლავრესი შეერთებული შტატების მიმართ და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, როდესაც აი ასეთი საემიგრაციო პოლიტიკა აქვს შემუშავებული ამა თუ იქ ქვეყანას, ღია რასაკვირველია, კარგია, აბარა, მაგრამ მაინც ჩვენთან სწუხან იმასთან დაკავშირებით, აი მათ ბოსტანში ახლა კენჭები თუ კენჭუკები იმასთან დაკავშირებით, რამდენი არაბი ჩამოვიდა, რამდენი თურქი, რამდენი ჩინელი, რამდენი ირანელი და ასე შემდეგ. აქ დიდი ამბავი იყო და მართლაც ახლა ხო ჰეზბოლას და ჰამასის პლაკატებით და დროშებით ირბინეს, ხო ჩვენთან ჩასახლებულმა მუსლიმებმა და აგოს ამ კონფესიას არ უსვამ ხას უსვამ, ხო მე აქ ვლაპარაკობ იმაზე, რამდენად სერიოზული პრობლემა შეიძლება სუხავს, პრობლემა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. პრობლემაა, მაგრამ რაოდენობრივი თვალსაზრისით ყველა ერთად რო აიღო ჩასახლებული მთლიანად საქართველოში აქტიური განა არ არის აქტიური გარკვეულ შემთხვევებში, ესენი ეს მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსებისა, კვლავ ვიმეორებ, 70-80,000 უკვე ჩასახლდა და ეს ჩვენთვის იქნება სერიოზული პრობლემა. უკვე არის და მომავალში ხო იქნება და იქნება, ოღონდ ამაზე არავინ ფიქრობს, ასე ვიტყვი, არა ოპოზიციისკენ არ ვიშვერ ახლა ხელს, მაგრამ ოპოზიციისგანაც მე არ ანაკლებად იშვიათად გამიგია, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებ ასე. მე კი გეტყვით როგორ უნდა არა მე საბოლოო ჯამში რა ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია რაც აბარგებს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსთან არის ამგვარი ოკუპანტი ქვეყნის გადასახადიო ვიღაცამ დაწერა თუ არ ვწდები დავით პაიჭაძე, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და ვილოცავ აქედან დათო გილოცავ, ხო თუ არ ვწდები მან დაწერა, თუ მას არ აქვს დაწერილი, მაინც ვილოცავ, მაგრამ თუ არ ვწდები და თუ აქვს ხმის ავტორი, 20% რაღაცა 20%-ია ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 20% დამატებით და უწესოდ გადასახადები. დიახ, კარგი ივანოვი, რომელიც ჩამოსულია და თბილისში კარგი რესტორანი, კაფე აქვს, განა არა, მაგრამ იმპერიალისტ
კომუნისტური ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ელოდება როდის მიიღებს მოქალაქეობას, ეს პრობლემა იქნება ეგ რა მაგის პასუხია, იმიტომ რომ ის შესაბამისად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ბუნებრივია რომ რუსეთისა და საქართველოს დაახლოებას ვინც ეშურება იმ პარტიას მისცემს ადრე თუ გვიან ხმას ასე მაგალითად 28 წელს, ხო, დავაწესოთ 20%-იანი გადასახადი მათთვის დავაწესოთ და ამის შედეგად ცუდად ჟღერს ეს სიტყვა შეიძლება, მაგრამ აიბარგება ან ბევრი ვეღარ გაუძლებს და გადაბარგდებიან იმ თავიანთ რუსეთში ასე ვიტყვი, რომლის შვილებიც არიან ისინი კონცეპტუალური თვალსაზრისით ისინი კი კარგები არიან, რა თქმა უნდა, თუმცა უმრავლესობა მე მგონი მაინც გორიო კარგი არ არის, მაგრამ ანუ დამალულია მის მათ კარგ იერში, მათი ცუდობა, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი დავიხებ უკან და ვიტყვი რომ ხო კარგები არიან, მაგრამ ისინი გადაბარგდებიან იქ, სადაც მათ უფრო სიამოვნებით ელიან და რაც არის კონცეპტუალური გაზებით მათი დედა სამშობლო, ანუ ნამდვილი სამშობლო და ქემაინც აღარ გვექნება ეს პრობლემა, რომ გარუსეთ და ჩვენი სივრცე, ჩვენი ქვეყანა ძლივს გაქართულებული ასური საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მოდი მაინც ესე ვიტყვი, რაღაც 10, 15, 17, 20 წლის განმავლობაში გაქართულდა ჩვენი სივრცე და ეს კარგია ლინგვისტური თვალსაზრისით ჩვენ მაინც რაღაც ესე მე მონოეთნიკურობისკენ კი არ მიმყავს რასაკვირველია საუბარი, მაგრამ რასაკვირველია ძირძველმა ქართველმა აზერბაიჯანელებმა, ძირძველმა ქართველმა სომხებმა და სხვებმა ვინც ცხოვრობს, ისინი უნდა ფლობდნენ ქართულს და აი რუსები რომლებიც შემოდიან, ხო, უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია ქართულისკენ არც ის სწრაფი არის, ისინი მართლა თავიანთ მშობლიურ ენას პირველ ენად მიიჩნევენ რუსულს და არც აპირებენ ამ მეორე ხარისხოვანი ქართველური ენის, ქართულის სწავლას და იმიტომ რომ არც მიაჩნიათ საჭიროდ და არც იქნება საჭიროება ამის. ეგ რა მაგის პასუხია და საქმის წარმოებაც 15-20 წელიწადში შეიძლება რუსულადაც კი შემოგთავაზოს ვინმე, მათ შორის მოსკოვმა, თუ მოსკოვი იარსებებს საერთოდ, ამასაც ვიტყვი ბარემ, ამგვარი მოსკოვი თუ იარსებებს, საქმის წარმოება რატომაც არა, მიიღეთ რუსეთის მოქალაქეები, არ იღებს თუ რა კონსულტანტების დონეზე, არ იღებს თუ თუნდაც კონსულტანტების донеზე, თუ მერია, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს თუ რა თუ როგორ არის. Ამიტომ ეს პუტინის, что сделал Путин для России, ხო? Что хочет Россия и почему? Почему Путин это Россия? Нахეთ საინტერესოა 2015 წლის სად იყო უკრაინის ნაშიო ომი? Почему Путин это Россия? დიახ, ესენიც ეს ადამიანებიც მოქალაქეებიც რომლებიც შემოვიდნენ ხვალზე კრიზისულ ვითარებაში, სუსტადაც რომ ვიცი, რომ ისინი ანტი-ქართულს, ქართული სახელმწიფოსთვის მავნე გადაწყვეტილებას არაორდინალურ ვითარებაში მართლა რომ შევასკდეთ რომელიღაც ეტაპზე კონვენციურობს არ გულისხმობ, მიიღებენ ეს ივანოვები და პეტროვები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ და კატასტროფულ გადაწყვეტილებას. ისინი 100,000 კაცია წარმოიდგინეთ, 70,000, 7,000 კაცი რო იყოს აქტიური, რო გადაკეტოს რომელიმე ქუჩა, მე რა უნდა თავში ქვა უნდა იხადო და ანრი ოხანაშვილს თუ ავისი რაგვარია ზარქუას უნდა მიადგენა, უნდა უთხრა შენი შემოთრეულები არიან და ეხა შენ თვითონ მიხედეო და არა ისინი არ მიხედავენ და მე შენ უნდა გაწმინდო რუსებისაგან ავგიას თავლა მე ქსენოფობიური განცხადებები არ აქვს რასაკვირველია არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვზრუნავ რა და რუსეთის მზაკრული პოლიტიკა ვიცი რა, ამიტომ არის ამას ეხება რეალურად ჩემი ვიდეო ბლოგი. ხო, ესენი არ ფიქრობენ და ჩვენ კი უნდა ამაზე ვიფიქროთ. ეს იქცევა უზარმაზარ პრობლემად ჩვენთვის. პუტინი ასე ამ მეთოდით იპყრობს შემოდის საქართველოში ერთ-ერთი გზა მეთოდი სწორედ ეს არის იარაღი სწორედ ეს არის პუტინის ხელში და პუტინის მემკვიდრეებისაც, რომელთა გვარსახელებიც ცხადია, არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ისინი ისეთივე იმპერიალისტები იქნებიან, ნუ მაღალი ალბათობით თუ არ მიანგრია და მიუნაყა ცხირპირი დასავლეთმა რუსეთს ამასობაში, როგორიც არის თავად VVP პუტინი. ბევრი სხვა თემაა ახლა აქტუალური, მებესმის რომ ეს იყოს ზოგად თემაზე ვიდეო ბლოგი, მაგრამ ხანდახანზე ხშირად აი ესეთი თემებიც საინტერესო უნდა იყოს წესით თქვენთვის. იმის გათვალისწინებით, ახლა მე დავხედე საათს, ხო, კიდევ 2 ბლოგი გვექნება ალბათ დღის განმავლობაში, იმიტომ რომ საინტერესო ამბები ხდება ჩვენთან მიმართებაშიც, მათ შორის ევროპის სივრცეში, ევროპარლამენტს გულისხმობ, იმ თემებზე გვექნება საუბარი, ამასობაში რაღაცა მოხდება ჩვენს ქვეყანაში, ასაკვირველია, მე 3 ბლოგსაც დავამატებ ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ესეთი თემები, რომლებიც სამსჯელოა და დრო კი სულ არ ყოფნის, რომ იმსჯელო, ხო, არის
გარდაულა დაუცილებელი წარმოადგინოთ ხოლმე აჭარა გარუსეთდა უკვე პრაქტიკულად თბილისი გარუსეთების გზაზეა სხვა ქალაქებიც სხვა რაიონული ცენტრებიც სხვა სივრცეებიც გარუსეთების გზაზეა და ჩვენთვის ხალხნო ძვირფასებო ეს იქნება სერიოზული პრობლემა რომელსაც კოალიციური მთავრობა რომელიც რაღაც ორ საკითხზე ვერ დახდებიან დღეს და ღმერთმა უწყის რაზე შეთანხმებიან ზეგ ხო ვერ აღბოფხვის აქ იქნება კაცრი ხელი შეგნებულად არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო მაგ იქნება კვეთრი გადაწყვეტილებები საჭირო მათ შორის დათო ბაიჭაძის იდეას კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ შორის მაღალი გადასახადები მათთვის იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომელთა სამშობლომაც ჩვენ ქვეყანას ორ საუკუნე ნახევარია ისეთი პრობლემების შეუქმნა რომლებსაც რომლებიც ვერა და ვერ აღბოფხვერით მათ შორის ამ პუტინის ტურმა რუსეთმა ხო შეუქმნა და შეუქმნა ნახვამდის